ერთეული, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე რეგიონულ და მუნიციპალურ ცენტრებში განვითარების გზაზე გადაიდგა ერთ-ერთი ყველაზე ახალი რეფორმის პარტნიორებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ნობა და მნიშვნელობა. აუცილებლად ახალი და წარმატებული ქვედანაყოფის სამხედრო გაწევრისა და დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც უარყოფითად მოქმედებდა ახალგაზრდების მხედველობაზე და ზღუდავდა ხორციელებდა სააგენტოს ინსტიტუციური პრაქტიკული განხორციელების დასაწყის დადებული საკადრო გუნდი. რეჟიმში განახლებადია, რაც წარმოადგენს მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. დღეს როცა ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის იუბილეს აღნიშნავთ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ 2 წლის განმავლობაში სააგენტომ დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა და მნიშვნელობა. იგი აძლიერებს ჩვენს ჯარს ადამიანური რესურსით, აერთიანებს სახელმწიფოსა და პასუხისმგებლიან პატრიოტ მოქალაქეებს საერთო მიზნის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარშემო და ქმნის მყარ საფუძველს თავდაცვის ძალების შემდგომი განვითარებისათვის. თავდაცვის კოდექსმა მოგცა რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა და შედეგად სრულფასოვნად მოწესრიგდა წლევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწევა. განისაზღვრა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწევის ვადები და სახეობები, დაინერგა წლევანდელთა ანაზღაურების სისტემა, რომელიც დამატებით მოტივატორი აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. სააგენტოს ძირითადი ფუნქცია არის გაწევის უზრუნველყოფა, ასევე რეკრუტირების პროცესი. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგად დობის ფაქტორი არის გაზრდილი, ასევე გაწევის მიმართულებით არის მზარდი დინამიკა, რომელიც აისახება ქვეყნის ინტერესებზე, ეროვნულ საქმეზე და საერთო ჯამში ძლიერი სამობილიზაციო რეზერვის შექმნას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხატო თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, თლიან გუნდს სააგენტოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.